ალბათ დღეს უფრო ჩართელი იყო ეს უფრო პრიორიტეტია, ვიდრე აი თქვა სან-ლორანის პერანგი კეთილს, ხო? რა არის ის პირველი დეტალი, რასაც თქვენ როგორც პროფი ამ საქმეს აქცევთ ყურადღებას? ხარიზმა. პროპაგანდა მუდმივად მიდის ახალგაზრდობის სიგამხდრის ბევრი ადამიანი შეეწირა ამ ვიზუალს. პლასტიკური ქირურგია რამდენად ინტენსიურად არის მოდელებში მოსულა? არ მოსულა სერიოზული ჩარევების სახეზე. რაც ფოტოზე და ვიდეო კამერაზე აღიქმება. всё, ის დაბლოკილია. ის დაბლოკილია. კერდი თუ გაქვს და სავსე ფორმები დაღუპული ხარ მაღალ მოდაში. არავინ არ აკითხავს. გამხელა პრაქტიკა გაქვს. ყველანაირ მასალასთან გიმუშავია. სინთეტიკა ჩვენი სხეულისთვის ეს ნორმალურია. უკვე ისეთი ტექნოლოგიებია დამუშავების, რომ ეს სინთეტიკა ხშირ შემთხვევაში სუნთქავს. გახდნენ თუ არა კაცები უფრო გაბედულები. ეგ დრო დამთავრდა. ანუ დღეს ძალიან ჩვეულებრივია. მოდაშია თავის მოვლა. ბევრი მამაკაცი უვლის თავს. თითქოს ვიზუალში არაფერი არ შეიცვალა და დამეწყო, აი მოვიგონე, რომ უკვე ასაკში ვარ. როდესაც ჩვენ გვინდა სხვადასხვა ჩარევებით დავემსგავსოთ ჩვენსავე ფილტრ დადებულ ფოტოს. რაც ხავიყავი, ანუ აი ვერც დავარქვი სახელმწიფო. საკუთარ თავს უნდა ელაპარაკო, გადახდა ხმამაღლა. 42-დან 53 წლის ფოტოებს რო ვუყურებ, ოკეი, გადამალე ეგ ფოტოები. ხო, ვერ გევიგე. ოპელი ვერ გევიგე. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით, პოდკასტი თქვენთან ერთად არის. რა თქმა უნდა, ვიწერებით როგორც ყოველთვის პოდკასტ პოინტიდან შესანიშნავი გარემოა, ჩასაწერად მომბზანდით, ჩაეწერეთ, გამოიყენეთ, კარგი ადამიანები დაგხვდებიან. დღეს განსაკუთრებული სტუმარი მყავს ავთანდილი, დიზაინერი, მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ. მიხარია რომ ავტომოვიდა დღეს ჩვენთან სტუმრად. მადლობა ავტომობძანებისთვის. დღეს ვისაუბრებთ ჩვენთან ერთად ჯანმრთელობას გვერდს ვერაუვლით ერთ ვარიანტში, ამიტომ დავაკავშიროთ მოდი მოდა, თანამედროვე მოდა, სამოდელო ბიზნესი და ის თუ რამდენად უნდა დღევანდელი მოდელი, ასე ვთქვათ, თავისი ჯანმრთელობის საზიანოდ თუ სასარგებლოდ უნდა მოერგოს ამ ყველაფერს და რამდენად ვთქვათ, თუნდაც იგივე ესთეტიური ჩარევები, პლასტიკური ქირურგია დღეს სამოდელო ბიზნესში შემოსულია, რომ მოამზადოს მოდელი სათანადო წარდგენისათვის. ზოგადად მოდა ძალიან ტოქსიურია, ძალიან მძიმეა და ძალიან რთული. ეს გარედან ჩანს ესეთი ლამაზი, გლამურული და სულ მოხიბლულები ვართ აი ამ ვიზუალით, კონკურენცია საოცარი. დღესდღეობით მოდელი იყოს უბრალოდ ლამაზი, ეს აღარ არის საკმარისი. არც არასდროს არ ყოფილა პრინციპში. დღეს მას უნდა კონდეს ხარიზმა, უნდა შეეძლოს მოდელის გამოტანა, უნდა კონდეს ნატურალური ვიზუალი, ეს არასდროს არ შეცვლილა და ძალიან ხშირ შემთხვევაში, როცა გოგონა იზრდება და ფორმებს იცვლის და ხდება უფრო ქალური, აი ესე გაუფრთხილებლად იხსნება ჩვენებებიდან. ხშირ შემთხვევაში ესეა. თუ ეს არ არის ვინმე ძალიან სერიოზული ადამიანის შვილი. მაგალითად, ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში არის ბელა ჰადიდი, რომელსაც აქვს დამეთანხმებული. აი ზურგი ყავს რა. კარგი ისეთი გემრიელი, რაც ეტყობა ჩარევები აქვს სახეზე, თვალზე, ცხვირზე. მაგრამ ის ისეთი მშობლების შვილია და იმდენად თვითონ რეიტინგული პერსონაა, რომ დაშვებულია. ამ თემებზე ჩვენ უკვე მოგვიანებით დეტალებზე დავბრუნდებით. დღეს მაინტერესებს მაგალითად შენი აზრით ინდუსტრიის პასუხისგებლობა რამდენად დიდად, ასე ვთქვათ, ახდენს ზეგავლენას ქალების თვით შეფასებაზე რა. ანუ მე მაქვს კარგი ტანსაცმელი და თავს კარგად ვგზნობ, არა მაქვს კარგი ტანსაცმელი და ვერ ვარ ისე კარგად. ჩვენ ქვეყანაში როგორ არის ეს? ჩვენ ქვეყანაში ნაწილობრივ სქემა მოქმედებს, მუშაობს, იმიტომ რომ დღევანდელი მოცემულობით შედარებით შემსუბუქდა ახალი ეთიკა, რაც დაინერგა და ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა ამ ვიზუალს ზოგადად, იმიტომ რომ პროპაგანდა მუდმივად მიდის ახალგაზრდობის სიგამხდრის ჯანსაღი კვების, მაგრამ ვინ როგორ ახერხებს ამ სიგამხდრეს
აქ საზღვარი უნდა უკვე- გავალოთ ესთეტიკასა და ფსიქოლოგიურ წნეხს შორის, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიუხედავთ იმისა, რომ ბოლო წლებია დაიწყეს plus size მოდელების გამოყვანა პოდიუმზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შენიშვნა მიიღეს და დააკენსელეს ძალიან ბევრი დიზაინერი და ასე შემდეგ. ამის გამო რომ არ გამოყავდათ. არ გამოყავდათ. დღეს ყველა ფერის მოდელი აუცილებლად უნდა იყოს ჩვენებაზე, აუცილებლად უნდა იყოს plus size-ი. ამას აკონტროლებს ვინმე ზედამხედველობის რაღაცა კომისიები იმიტომ რომ ეხლა ძალიან დიდი სკანდალია, იმიტომ რომ Dolce & Gabbana-მ გამოიყვანა ერთი ტიპაჟი და ყველა თეთრკანიანი. და ძალიან დიდი პრობლემებია ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ხო ვთქვათ გამოყავთ ეს plus მოდელი. დიახ. ნუ იმას ისეთი გამოყვანილი ტანი აქვს და ისეთი ნავარჯიშებია. ანუ მაინც ალამაზებენ მაქსიმალურად. ამ ვიზუალს მაქსიმალურად და ტანსაცმლის მაღაზიაში როცა შეხვალ ლუქს ბრენდებში თითქმის არასდროს არ იყიდება ეს ზომა, იმიტომ რომ ის წარმოებაში ძალიან რთულია. იმიტომ რომ როცა ხარ plus size-ი არავინ არის მწარმოებელმა არ იცის დეტალები, სათხარ დეტალები. სავსე. იმიტომ რომ ფორმები სხვადასხვა შეიძლება წელიწრული გაქვს და მენჯი გაქვს განიერი, შეიძლება მკერდი გაქვს დიდი, შეიძლება მთლიანად სავსე ხარ. ანუ გამოყვანილი პიჯაკი, რომელსაც გადაამრავლებ თარგში და ის გახდება პირობითად გაყიდვადი. 2XL-ი, ის შეიძლება საერთოდ არ იჯდეს კარგად. იმიტომ შემოვიდა რაღაც პერიოდი, ეს აი თავისუფალი ტანსაცმელი, ფართხოვნა რომელსაც ტანსაცმელი, ირგებდა აბსოლუტურად ყველა ზომა. ვა, რა საკმაოდ საინტერესოა. საკმაოდ დიდხანს იყო ეს აქტუალური. ბოლოს უკვე, რა ვიცი, იმდენად აწვებოდნენ ან ჯანმრთელ ცხოვრებას და პროპაგანდა მიდიოდა ამისი კვების, ვარჯიშების, სულიერი მოვლა და მთელი ტიმპიტაური. მოკლედ რომ ნუ უბრალოდ საჭირო გახდა რომ შეეცვალათ ტრენდი და ნუ სადღაც წელი მაინც დაევიწროებინათ, იმიტომ რომ ეს კარგი ტანი ფაქტიურად არ ჩანდა. ამ სილუეტში რაც იყო ყველაზე აქტუალური მოდაში. მაგალითად ჩემს მეუღლეს არც ჩაუცვია არასდროს. ვა. აი ეს დიდი წასაწევი. ო, ანუ იმიტომ რომ ანატომიურად კარგი ხელშეწყობა აქვს მას თვითონ და მაგრამ ნუ მაინც ანუ არ გაითავისა ეს ტრენდი გასაგები. და ბევრი იყო ესეთი ადამიანი. ალთო შენს პრაქტიკაში და ცხოვრების მანძილზე ბავშვენი წელია ადევნებ თვალს მოდას და შენ ქმნი მოდას, ხო? რამდენ მოდელთან ქონია შეხება უამრავთან, ხო? რამდენი აღმოჩენა. და რამდენი აღმოჩენა გაგიკეთებია. კი ბატონო, გეთახმები. ხო არ ქონია პრაქტიკაში ისეთი შემთხვევები, როდესაც ეს ანორექსიის მიმართულებით, ანუ დაჭარბებულად სიგამხვრისკენ გაუცნობიერებლად მიდრეკილი ადამიანების მსხვერპლი ხო არ გინახავს შენს მე პრაქტიკაში? თვითონ არ მინახია, მაგრამ ამ მსხვერპლს არის ერთ-ერთი ესეთი кейსი, როცა ანუ ძალიან გახდა ადამიანი დაავადდა ამ დაავადებით და გარდაიცვალა. კი. ამის შემდეგ უკვე შემოიღეს ანუ წონის კონტროლი. ქვედა წონა არ უნდა იყოს რაღაცაზე დაბალი. კი, აი 45 კილოზე ქვემოთ აღარ უნდა იყოს. ეს ალბათ იგებდა ადამიანის დაცვის საშუალებაა, ხო? კი, ძალიან ბევრი რამ ჩაერთვა ამაში, თუმცა ნახე, მართლა გეუბნებ, ძალიან სასტიკია მოდის სფერო. მაინც პრიორიტეტში ძალიან გამხდარი მოდელებია. აი შეხედავ ჩვეულებრივ ცხოვრებაში. დიახ. ძალიან ლამაზი გოგოა. დიახ. აი ესეთი. ანუ ის შეიძლება იყოს ძალიან სავსე პოდიუმისთვის. და უთხრანდო დაიკელი -10 კილო. და ამ დროს რეალურად ჩვენ ამას ვერც აღვიქომთ და გონია რომ გათხელი იმის გარდა რომ მოდელი კარიერის დასაწყისში განსაკუთრებით გადის ისეთ სტრესს, წარმოვიდგინე ხარ ძალიან ლამაზი. და იმ შენ ქალაქში თუ იმ სამეგობროში საოცრება ხარ. ძალიან თაყვანის ყველაფერი და ჩადიხარ კასტინგზე ნებისმიერი ქვეყნის, ნუ განსაკუთრებით პარიზში, კასტინგზე და შენაირი არის 1000-ობით და 10,000-ობით. და შენ უბრალოდ უარს გეუბნებიან და ამ უარს ძალიან ხშირად თუ იღებ და ხარ 16-17-18 წლის ულამაზესი გოგო. შეიძლება აიკიდო მთელი ცხოვრების პრობლემები, ფსიქოლოგიური და გეგონოს რომ ძალიან მახინჯი ხარ და ამითი ძალიან ბევრია დაავადებული. ძალიან ბევრი
გოგოს აქვს ძალიან ლამაზ გოგოს ძალიან ბევრი პრობლემა ფსიქოლოგიური ამის გამო. მე მაგალითად მიუხედავად ძალიან დიდი მოთხოვნილებისა ჩემი შვილის რომ ემოდელა. ანუ შენ გინდოდა ეგა? თუ ხათ უნას უნდა. თუ თვითონ ჩვენ არ გვინდოდა. ანასტასიასაც ჰქონდა სურვილი და ანუ პარიზში სწავლობს და ანუ აგენტების ძალიან დიდი შემოტევა ამ სფეროდან. ანუ არ მიდის, იმიტომ რომ აი ამ სტრესის გავლა, ხო, მესმის. ნუ წარმოუდგენელი. გაზრებული აქვს, ანუ გაზრებული. ჩემი აზრით სწორად იქცევა. ჩემი აზრით სწორად იქცევა. ნუ დიპლომატ დედამისის გზას დაადგა. კაია. შვიდათ და დიპლომატიაში. დიპლომატია. კარგი. ადრე ისეთი ტრენდი იყო, რომ ხალი რა არ ვიტყვი ესე ხალი ადამიანი ტანსაცმლის რაღაცა გამოსაყენებელი საშუალება უნდა ყოფილიყო. ანუ მე რაღაცები ჩავიცვი, მოვიცვი. დღეს ინდივიდუალიზმი და ხასიათი მეტად გამოჩნდა, თუ ისევ ფართე მასებზეა მორგებული მოდა. თუ დღეს მაგალითად შენ აკეთებ თქვა 5 რაღაცა კოსტუმს შეკერავ, 10 კაბას შეკერავ და რაღაცას კონკრეტულად რო სპეციფიურ სეგმენტს გაჩნია ჩვენ რაზე ვსაუბრობთ. მოდა სულ სხვა რამეა, ტანსაცმელი სულ სხვა რამეა. ოკეი, კი, მისაღებია, გასაგებია, მესმის. ანუ მოდა და მისი მიმდევრები სულ სხვა ემოციით ყიდულობენ აი ქმნილებას, რასაც შეიძლება საერთოდ არ ჩაიცვას ის, მაგრამ მქონდეს. აკეთებს დიზაინერი, ის პატივცემს ამ ისტორიას, შესაბამისად აქვს ამის საშუალება. ხო? ოკეი. და ის არ ყიდულობს საჭირო ნივთებს. ეს არის ძალიან, ანუ ფუფუნების საგანია, ხო? და თუ ამით გატაცებული ხარ და კონკრეტული მოდელები გინდა და ანუ იმ sample-ზე ხარ ორიენტირებული, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეზე მიდის ადამიანები, რომ აი ის კონკრეტული მოდელი კონდეს მას. კოლექციონერობას ეს სხვა რამ არის, რაც შეეხება ტანსაცმელს, რასაც ანუ ადამიანები ყიდულობენ და იყიდება აქ სხვადასხვა სეგმენტია mass market-ი, უფრო იაფი სეგმენტი, middle სეგმენტი, ლუქსი და არის ინდივიდუალური მომსახურება, რომელიც ლუქსზე მაღლა დგას. რა თქმა უნდა, ეს უკვე 20 კვიწურს უახლოვდება, ну, სადაც ტანსაცმელი 30,000 ევროდან ზემოთ ღირს. და ამიტომ ის რაც მასისთვის არის გათვლილი, ის შეიძლება იყოს ყველა ზომაში, ყველა ფერში, ყველა მასალაში. ანუ შეიძლება ეს იყოს სინთეტიკაც და შეიძლება იყოს 100%-იანი ქაშმირი. წყალი მთის უნდა შემოგთავაზო ყველა შემთხვევაში. ძალიან ხშირად. დაგისხამბარე. დავკეტო? მე ვახტანგური იქნება. ბრომატის გარეშე კარგი წყალია, ნამდვილად, სუფთა წყალია, ამიტომ შეგვიძლია მივირთვათ და ვიყოთ ჯანმრთელები. წყალი მთის ბრომატის გარეშე. Coca-Cola bottles ვის მიუჭახუნე მოდი მე მოგეცახუნე. კარგი. აქვე სპონსორებს წარმოადგენ ავტოშენისნებართვით მაყურებელს მადლობა რომ გვისმენთ და გვიწერთ და გვიყურებთ. ჩვენი სპონსორი აჰავა მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. ამასობაში გერმანული ყავის აპარატი მელიტა, რომელსაც ავთოს წეღან დაუსხი ყავა. იცი რა გამრიელია. მადლობა მელიტას. ეხლა ჩვენთვისაც დავისხა მაგერ ტელეფონით შევალ 2 წამში ავთო და გავაგზელებთ ჩვენს კომუნიკაციას. მადლობა საინტერესოა შენი მოსმენა. სხვადასხვა მიმართულებით ამ შემთხვევაში დავკონკრეტებით კიდე მეტ ჯანმრთელობას დაუთმობთ და მოდას და ინდუსტრიას ყველაფერს შევეხოთ. წავიდა. ნახე ეხლა თავი ეტიხა და უდგა მე და ესე. კარგი. თქვენს კოლექციებში რა არის მინიმალური ზომა და მაქსიმალური ზომა? აი შენ რასაც ქმნი და არის თუ არა რაიმე ტაბუდადებული ზომა, რომ ამაზე დიდი არ უნდა შეკერო, ამაზე პატარა არ უნდა შეკერო. გეტყვი ახლავე, მე მაქვს 2 ხაზი. ანუ ერთი არის ლუქს ხაზი, რომელიც არ იყიდება საქართველოში და არის ბაერების სქემით, მსოფლიო მასშტაბით, ლიმიტირებული კოლექციები. იქ გაჩნია დამკვეთს, ანუ თვითონ ბაერს, რა ზომებზეა მისი კლიენტი დამოკიდებული. ანუ ბაერს იგულისხმება კომპანია, რომელიც შენ პროდუქციას უკვე აწვდის კონკრეტულ ადამიანს. ანუ მილანში მაქვს შოურუმი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან დამკვეთები, ეგრეთ წოდებული ბაერები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან და მათ აქვთ თავისი ბაზა კლიენტურის. აქ კიდე გააჩნია მოდელს. არის მოდელი, თარგი, რომელიც
რომელიც თუ იზრდება ძალიან ზომაში, absolutურად კარგავს იდეას, ფორმას და აღარ არის ის რაც უნდა იყოს. რაც შეეხება ჩემს მეორე ხაზს, რომელიც არის უფრო casual და ანუ ყოველდღიურობისთვის აწყობილი, იქ გვაქვს XS-დან 3XL-ის ჩათვლით. ანუ საკმაოდ ფართო არჩევანია. XS-დან არჩევანია და საკმაოდ წარმატებული. სხვათა შორის უფრო მამაკაცებში. რაც მამაკაცების კი ბევრზე მინახავ შენი სამოსი. რაც საბოლოო ჯამში მიუხედავად გადატვირთული ბაზრისა, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მამაკაცის ტანსაცმელზე არ არის ესეთი არჩევანი საქართველოში. ქართულ რეალობაში. გაინტერესებია. ავთო, თქვენ აღმოგიჩენიათ ბევრი მოდელი. მათ შორის ისეთი მოდელები, რომლებიც დღეს მსოფლიო ვარსკვლავებად ჩამოყალიბდნენ და მოღვაწეობენ, ხო, საზღვარგარეთ და დიდ სამოდელო სააგენტოებში თავის ფუნქციას ასრულებენ და პრესტიჟულადაც იპოვეს თავისი ადგილი, პრესტიჟული ადგილი უბრალოდ. ეხლა რაც შეეხება მოდელების შერჩევას. როგორ ხდება აი შენ როგორც ამ სფეროს გამოცდილი სპეციალისტი? როგორ არჩევ მოდელს ფოტოსესიისთვის ან პოდიუმისათვის? რა არის ის პირველი დეტალი, რასაც თქვენ როგორც პროფი ამ საქმეს აქცევთ ყურადღებას? ხარიზმა. აი არასდროს არ დამავიწყდება აი ეს პატარა მე როცა დავიწყე ამ ბიზნესში და ჩავერთე, მაშინ არ იყო ასაკობრივი ზღვარი. ანუ დღეს თუ 18 წლის არ ხარ, არავინ არ აგიყვანს. რამდენია მინიმალური ზღვარი ხა? 18-დან 18-დან ზევით. ზემოთ. და მე როცა დავიწყე კარიერა 95 წელს. მაშინ მახსოვს თაკო ჩხეიძე ნათიამა კაცარია, ლიკა კვარაცხელი 14-15 წლის ბავშვები, ეს 2 მეტრიანი გოგოები დამალობანას თამაშობდნენ. და სად აღმოაჩინეს? არა, ესენი მოდიოდნენ კასტინგებზე, ეს ბავშვები და ნუ ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი სერიოზული მომავალი აქვს დღესაც, ნუ როგორ გითხრა რა, პირველი ჩვენებები ძალიან ბევრ მოდელთან არის ჩემთან ასოცირებული. იმიტომ რომ ძალიან დიდხანს მარტო მე ვიყავი ბაზარზე. პიონერი იყო პერიოდი, რომ მარტო მე და მაკა 100-იანი ვიყავით, მერე მარტო მე, სადღაც 10 წელი და მერე უკვე ახალი და ახალი თაობის დიზაინერები. შესაბამისად, აი ამ 10 თუ 15 წელიწადში ყველა ვარიანტში მოდელი იყო ჩემი აღმოჩენილი, იმიტომ რომ და პირველი ემოციები, ხა როცა მათი შვილები მოდიან სკოლებს ამთავრებენ, ან ქორწილი აქვთ და მათი შვილები თხოვდებიან, ან შემთხვევით გადავაკეთეთ, ან ძალიან ბევრთან წლები ვმეგობრობ, ეს იცი როგორი შეგრძნებაა, ზოგიერთ რამლები მომდის ხოლმე, როცა დედა ვიცი როგორი იყო 13-14 წლის და უცებ 17 წლის ბავშვი მოყავს, იმიტომ რომ სკოლას ამთავრებს და უნდა რომ ავტომ ჩააცვას და ეს ემოცია განიცადოს. ბანკეტია და თელი. აი ერთ-ერთი ბოლო ანუ როცა უკვე აქტიურად განახლდა თაობა და წამოვიდა ახალი თაობის მოდელები, მახსოვს ძალიან ბევრი მოდელი აი ესეთი სიხშირით არ აყავდათ. არასდროს არ დამავიწყდება აი ესეთი ხარიზმატული მატილდა. მატილდა ახალი სახე არა, თქვა ხო, აი ბოლო 2 წელი. მე გეუბნება როცა უკვე დაიწყო ბოლო, აი საკუთარ პანდემიამდე ბოლო 5 წელი, აი ესეთ აქტიურ ფაზაში შევიდა ქართული მოდის სფერო, კეთდებოდა უკვე პროფესიონალურ დონეზე კვირეულები და აქ უკვე წამოვიდა ახალი თაობის მოდელები. ეს ლიკუნა ხაჭაპ, ანუ ბევრი. და აი ეს ბავშვები ესეთი დატვირთულები დასაწყისში არ იყვნენ, იმიტომ რომ ზოგს წონა ქონდა დასაკლები, ზოგს ეუბნებოდნენ რომ სიმაღლე არ არის, ვინ ეუბნებოდნენ დიზაინერები. ანუ ეს ხო კასტინგები კეთდება. და ეს გითხრავს მე მოდელებისთვის წადი დაიკელი და მე მოდი კონკრეტულად აი არა, იცი რა მე უბრალოდ ვთქვათ თუ ტიპაჟი არ მაწყობს. ხო. უბრალოდ ზრდილობიანად ემშვიდობები. თუ მე ტიპაჟი მაწყობს და თუ მე ეს მინდა, რაც არ უნდა მომატებული იყოს, ისე შევამოარგებ ყველაფერს. მე შეიძლება პროფესიონალიზმი. ხო, და აი ეს ბავშვები, ამ ბავშვებისთვის ყოველთვის ვიყავი მოტივატორი და ყველას ვეუბნებოდი, ნახე, მე დღეს შენ აგიყვან. შენ ხო ძალიან ბევრი უარი მიიღე. ხვალ შენ ყველა აგიყვანს და
სულ ესე იყო. მწვანე შუქს უნთებდი შენ და აი, მე ალბათ კაი ფეხი მაქვს. კეთილი იყოს შენი ფეხი კოდკაში. ჩაკეთვალა. ავთო და მატილდა ახსენე და რაღაცას ამბობდი მატილდაზე. მოდი დღეს იმდენად პოპულარულია ეს გოგო. მაგრამ მე მართლა ვტყბები მაგის ბუნებრივობით, სილამაზით, ნატურალიზმით. აი ხარიზმა ახსენე შენ. მართლა ხარიზმა აქვს. მე ესე არ მიხავს ცხოვრებაში არ მინახავს ეს გოგო, მაგრამ ფოტოთი რასაც ვხედავ ხოლმე როცა აგდებს ეს ჩვენ სოციოქსელი. მართლა სიამოვნება, წამის მიასედი შეყომდები და სიამოვნებს ქართველი როა სასიამოვნოა, მაგრამ რაღაცნაირია რა. მე გეტყვი რა მომხიბლა. იმის გარდა რომ საოცარი ხარიზმატული ბავშვია. შემოვიდა და ეხა ერთ-ერთი გოგო იყო მატილდა, იმიტომ რომ რომ ვატარებ კასტინგს და ამყავს ჩვენებისთვის გოგონები. მატილდა არის ერთ-ერთ 30-თაგანში ჩვენ არ ყავთ ეს 100-ობით გოგო არის კასტინგებზე, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ რა. ზოგს მამა არ უშვებს, ზოგს შეყვარებული, ზოგს არ უნდა და ვინც მოდის. მოკლედ. არ არის ესეთი საოცარი არჩევანი. შემოვიდა და ყველა ეს სახელი, გვარი, წინხედი, გვერდხედი და სააგენტო. ვიწერთ ხოლმე. შემოვიდა მატილდა აი საოცარი სახე, განათებული. გახსოვს ხო ეხა ყველაფერი? გამარჯობა ავტოპიცია. ავტოპიცია. შენი სახე მაგახა მაგ დროს. ფანტაზი მოუკვდის იცით, იმიტომ რომ ჩემი შვილი და მატილდა ტოლები არიან და მაგედა დაკავშირებული. მე რომ მივხვდა რომ ამაზე მეცინება და სულ რამდენი მოდიოდ მე ისე დავმეგობრდით, იმიტომ რომ ფაქტურად ყველა გადაღებაში ჩართული მყავდა და უკვე მისი პირველი ნაბიჯები უკვე საერთაშორისო ბაზარზე იყო და რომ ჩამოდიოდა საქართველოში ყოველთვის მოდიოდა დიდი სიყვარული და დიდი მადლიერებით. მაგარია, კაი ისტორია იყო რა. ეხა მე რომ ვნახო მათი და შენ ავტოპიცია გამახსენდება. მე სულ მაშაყირებ, ავტოპიცია. დღემდე ესე მილოცავს დაბადების დღეს. ავტოპიცია გილოცავ დაბადების დღეს. კაი, აქვე წარმატებები მას უსურვო დიდი სიამოვნებით მაგ ეს საშუალება რომ ეხა შეიძლება ნახოს და მაგარი გოგო ხარ. კარგი, შენი აზრით ავთო ასაკი და მოდა. აი ყველაზე ასაკოვანი წყალებში ასაკოვანი მოდელი ვინც შენ გამოგიყვანია პოდიუმზე. მე არ მაქვს кейსი, თუმცა ძალიან აქტიურად დაბრუნდა ძველი აის ყველამ როზეპირად ვიცით, განსაკუთრებით ჩვენმა თაობამ, ალილუიასავით, ლინდა ევანგელის და კლასიკა. ხო, აი ეს მონსტრები ეგრეთ წოდებული მოდის, ტოპ მოდელები მაგათ მე შექმნეს. სინდი კროუფორდი და კეით მოსი და ეს ძალიან აქტიურად დააბრუნეს მოდის სფეროში. კონკრეტულ პერსონებზე ვამბობთ ახლა, იგივე კეით მოსი ლინდას გამოიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ჰქონდა. ბევრად ჩვენზე დიდები არიან. 60 წლამდე 60 წლამდე არიან და რატო გაჩნდა ამის მოთხოვნა? რატო რა მოიტანა ეს? იმან რომ გეტყვი ეხლა რაც ხდება. მოდის სფეროში ტარდება მუდმივად ექსპერიმენტები, ანუ ახალი თაობის მოძიებაზე, ინფლუენსერებზე და რაღაც გარკვეული პერიოდი არ გაამართლა იმ ასაკობრივმა კატეგორიამ, რაზეც ლუქსმა იმუშავა. შესაბამისად, ფული დიდი ვისა აქვს 50-დან ზემოთ. ყიდვისუნარიანობა მანდ არის. გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ასაკი აიწიოს მოდელების და რო წარმოდგენილი იქნას და თავის თავთან გაიგივების და მიმღებლობის ამბავი. ამ მიზნით იყო ასევე ეს plus size მოდელებიც. ასევე კანისფერი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის кейსი, როცა ყველა ერთმანეთზე უკეთესი გოგოები, ძალიან რთული კასტინგებით აყავდა Victoria's Secrets, რომელიც დააკენსელეს ამის გამო, შემდეგ იყო ბრენდი აი რაღაცა ძიებაში, აი თითქმის ყველაფერს მიედო, წლები არ აპატიეს ბრენდს. ეს მიდგომა ეს მარკეტინგი და დღეს უკვე ანუ ყველანაირი ტიპი მიუხედავთ იმისა რომ ბევრია ვიქტორიას ანგელოზი დღეს უკვე ასაკიც არის კანისფერიც არის ბევრი ნაკლით ვთქვათ პირობითად ადამიანი და ანუ გაიხსნა მოდელები მე ვნახე სხვათაშორის გაიხსნა თითქოს ან ცდელობა ამ ტოქსიურ სფეროს რომ თითქოს ისინი აღიარებენ ადამიანებს. გასაგებია. სიმართლე ეს არა. სიმართლე ეს არა. ყველამ ვიცით
ეშმაკი ატარებს პრადას, ხო? ეს არის სრული სიმართლე. იქ და ის კიდევ ის არის უარეს. რეალობა. კიდევ უარეს. ბევრად. მძაფრი ძალიან მძიმე რეალობა. აი მოდელი, როცა იქ მე მაქვს გამოცდილება მოდის სახლებში პარიზში მუშაობის დამხმარეთ თუ და ასე შემდეგ, თვითონ მოდელი როცა იკერება აი სტოკმანის მანეკენზე განსაკუთრებით ოთხკუჭურის კაბები, ის არის არარეალური ზომა. ამას რო ნახავ, ვერ წარმოიდგენ, რომ ეს როგორ შეიძლება ადამიანს საერთოდ ჩაეტიოს. აი ესეთი წელი, ესეთი მკერდი, ნუ აი მკერდი თუ გაქვს და სავსე ფორმები დაღუპული ხარ მაღალმოდაში. არავინ არ აგიყვანს. არავინ არ აგიყვანს და არც არავის არ მოერგები. ან შეიძლება აგიყვანონ იმისთვის, რომ თავის ბრენდს რაღაცა პლუსი დაუწერონ, რომ აჰა, მათ ეს ნაბიჯი გადადგეს. თითქოს კიბოსგან მოარჩინეს ადამიანები. ეგეთი მკაცრი კანონებია რა. კარგი, პლასტიკური ქირურგია რამდენად ინტენსიურად არის მოდელებში მოსულა? ზუსტ დაპატარავება გავიკეთო, იმიტომ რომ სცენაზე უნდა ვიდგე, ლიპოსაქციები გავიკეთო, რომ თქვა კი, მოსულა, არ მოსულა სერიოზული ჩარევების სახეზე. რო ეტყობოდეს რომ ადამიანს შეცვლილი Kendall Jenner-ი და თუ არ ხარ ხო სპეციფიკი განსაკუთრებული ტიპი ხა ეგეთი ერთეულებია ხო ნუ მსოფლიო მასშტაბის ისეთი ინფლუენსერი თავისი ოჯახიანად რაც რეკლამა ბრენდისთვის რო გამოდიხარ ყველაზე ხშირი პროცედურები რა არის რასაც მოდელები მიმართავენ თქვათ სამედიცინო პროცედურებიდან შენ რასაც გაგიგია ან დაგინახავს აი ყველაფერი რაც იწვევს გამოფიტული კანის ჯანსაღად შენარჩუნებას. ან შეიძლება ცოტა ფილერები იყოს, ცოტა ბოტოქსი იყოს, ცოტა მოულა იყოს, რაღაცა ფილერი არ ამგონია, იმიტომ რომ რაც ფოტოზე და ვიდეო კამერაზე აღიქმება. всё, ის დაბლოკილია. ის დაბლოკილია. არა და ეგეთი რაღაცები მკვეთრად აღიქმება. კი, ძალიან ადრეულ ასაკში თუ მოასწრო მოდელმა და გაიკეთა პლასტიკა თვალის და ყრიმალის და აიწია. ფოქსია ის გაიკეთა. ხო, და არის პატარა ასაკში. ხო. უკვე და მე პროპაგანდას არ ვეწევი. ანუ უკვე ის რომ იზრდება და ხდება 18 წლის. ეს უკვე ბუნებრივი ხდება, იმიტომ რომ იღებს უკვე ორგანიზმი და ანუ აღარ არის სინთეზიზმის ის არ არის ელემენტები. გაკეთებული სქემა არ არის. შეკავებული ქსოვილები არ არის. მოძრავია და ელასტიურია და პლასტიურია. 2026 წლის სილუეტი როგორი ფორმებია დღეს? აი რა არის ხა? რა არის მოსალოდნელი? უფრო თავისუფალი ბუნებრივი თუ ათლეტური, სპორტული, თუ ისევ გამომშრალი და გამხმარი? ჯანსაღ სქემაში ჩაჯდა და პროპაგანდა მიდის ამისი და ვფიქრობ რომ კარგია ეს ზამაგარია დაიწყეს ძალიან გამოყვანილი ტანსაცმელი მოდაში ძალიან შესაბამისად ამ შემთხვევაში შეგიძლია ფართეშარვალი დაიტოვოთ თუმცა ჩვენ მამებს ეცვათ აი ეს ფორმები აი ოდნავ გაშლილი შარვალი ანუ ვიწრო და ბოქოებში კაცი ქალი ორივე განეკრება კი აი ეს არის პიქში ყველაზე აქტუალური ეს არის ფერთა გამარა ზევით ვიწრო თემა ქვევით ფართე რა სულ მაინტერესებდა მეკითხა ეს ტანი თუ არ გიწყობს ხელს რა ძალიან ხშირად საზოგადოებაც ეს არ არის იმათ მოჭერილ ტიპს რო იცმევ მაინც რო იცმევ ეს რა ფენომენია ნუ ახალი ეთიკიდან გამომდინარე მოსულა ეს მოსულა თუმცა ნახე მე ამას რასაც ვამბობ რა არის მოდაში რა არის აქტუალური ეს არის აი იმ რაღაც ძალიან პატარა სეგმენტი ხო მესმის რა იმიტომ რომ ის იმან რომ ეს ზედა ჩაიცვას ესეთი გამოყვანილი ამისთვის შრომობს კი ნებისმიერ ადამიანს აქვს მაგის შანსი აუто რომ იშრომოს და რაღაცა შედეგი დადოს მე დღევანდელი გამოცდილებით მიუხედავთ იმისა რომ მე ვცადე ძალიან ბევრი დიეტა ვარჯიში წონაც დამიკარგია ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის ჩემთვის ჩემი გადმოსახედიდან დისციპლინა სადამ მე არ ჩავსვი დისციპლინაში ვარჯიში კვება დროის განაწილება კი ჩემს თავზე სხვანაირად ვერაფერმა ვერ იმუშავა ყველა ადამიანის პოტენციალებში დევს ეგრო ეგრე მოიქცეს ჩვენ თაობასაც ახასიათებს იცი ჩვენ უფრო დისციპლინებული ადამიანები აღზრდა სხვანაირი ქონდა მაშინ სხვა იყო ჩემი შვილები სხვანაირები არიან ეს სქემა აღარ არის ესეთი აქტუალური მაგრამ და დისციპლინა განაპირობებს ძალიან ბევრ რამეს ცხოვრებაში, მათ შორის წარმატებასაც. კი.
ძალიან. ხო. კარგი, დისციპლინიდან გამახსენდა ფეხბურთელი დისციპლინირებული უნდა იყოს ყოველთვის და წყალი მთის მაგალითად გახდა Paris Saint-Germain-ის პარტნიორი, სწორედ იმიტომ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესთან ასოცირდებოდეს წყლის მიღება და ესეთი გრანდის პარტნიორი როცა ხარ Paris Saint-Germain-თან ყვარა თამაშობს იქ ხო, ეს საკმაოდ კარგია და მე მოხარული ვარ რომ ჩვენი ქართული ბრენდი ამხელა გრანდის მეგობარია, კომპანიონია, ასე რომ იცხოვრე სრულყოფილად დალია წყალი მთის. მოდით ახლა სამოსის ხარისხზე ვილაპარაკოთ, ხო? სინთეტიური ქსოვილი. ტანზე მე ბოლო პერიოდი 50 წლის ვარ, რაღაც ბოლო 2-3 წელია მომწონდა, ყოველთვის მომწონდა კარგად ჩაცმა დახურვა, რაღაცეები, როცა მქონდა საშუალება ბრენდულ ტანსაცმელსაც ჩემ თავს ჩუქნიდი და როცა არ იყო საშუალება, ვცდილობდი რომ ყოველთვის რაღაცნაირად მოწესრიგებულად ყოფილიყავ. შეიძლება მოდასაყოლილი არასდროს არ ყოფილიყო და რაღაცა კონკრეტულ ბრენდებზე არ წავსულა, მაგრამ ამ ბოლო დროს რასაც ვგრძნობ, იმას გიზიარებთ ახლა თქვენ. რაც უფრო შილიფად, თავისუფლად მაცვია. რაც უფრო ტანზე არაფერი არ მაწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან მომწონდეს, მით უფრო დიდი სიამოვნებით გრძნობ თავს. მეტ სიამოვნებას განვიცდი. აი ეს რო არიან რაღაცა მასალას უყურებ ამ ხო, შემთხვევაში, მას რამდენი შემადგენლობა, ბამბა, არ შალი, ვიცი, მაგრამ გრძნობ რომ ქაშმირი. რაღაცები მაწუხებს. აი რაღაცა ტანსაცმელი მაწუხებს, არ მიჭერს. არაფერი თითქოს მაწუხებს რა, ვიხჩობი შიგნით. სახში მივდივარ, გავიხდი, შხავს ვიღებ, აი მე მახსენდებიან ეს მონკები რო არიან მთებში და ეს ბერები რო ანაფორას ჩაიცვევენ ერთს და ბედნიერები დადიან და რა, არ ვიცი ახლა შენ რას გვირჩევ, როგორც ჯანსაღი თემა, სხეულთან ამდენი გამოცდილება გაქვს, ამხელა პრაქტიკა გაქვს, ყველანაირ მასალასთან გიმუშავია. სინთეტიკა ჩვენი სხეულისთვის ეს ნორმალურია, ბამბას მივეტანოთ, შალის ქსოვილი გამოვიყენოთ, რამე არის როგორი მაგაცა დამუშავებულია ეს სინთეტიკა, იმიტომ რომ რესურსი ბუნებრივი ცოტაა. ვიცით რომ უკვე მცირდება და უკვე ისეთი ტექნოლოგიებია დამუშავების, რომ ეს სინთეტიკა ხშირ შემთხვევაში სუნთქავს და ზოგჯერ ძალიან ბევრად უფრო ძვირად ღირებულია ვიდრე ბუნებრივი. იმიტომ რომ ტექნოლოგიურად ჭირდება გამოყვანა და მომზადება, კი ხო? ბატონო. თუმცა, რა თქმა უნდა, ფასი აქვს და საკმაოდ მაღალი ბუნებრივი პროდუქტი. ეს არის ბამბა, აბრეშუმი, ქაშმირი, შალი და მათი ერთმანეთთან სინთეზი. ძალიან ხშირ შემთხვევაში მომხმარებელს ეს მასალები არ უყვარს, იმიტომ რომ მალკუჭვადია. და მალფუჭებადი. მალფუჭებადია და კიდე რო იყიდი, იქეთ უნდა უპატრონო. ცალკე ის უნდა რა ცალკე სპეციალური დამუშავებები, ცალკე მათ შორის შუალედი უნდა 5 სანტიმეტრი, რომ მეორე ტანსაცმელს არ შეეხოს, სპეციალური ტემპერატურა უნდა, მოკლედ ძიძა უნდა, მერე სკოლაში უნდა წაიყვანო, მერე უნივერსიტეტში და მერე უნდა უპატრონო. კი, ძალიან, ესე იგი, ბევრს ითხოვს. არა, მართალია. იმიტომ რომ რაც ესეთი ცოტა ხარისხიანი რაღაცა ქაშმირი ახსენე და ბამბა ვიყიდი, რას მეუნები? ერთხელ ესე შემთხვევით ავიღე და ეს სარიცხი მანქანაში ჩემ რაღაცა ჯემპერი და გამოიღე ამ ხელა. დედას გეფიცები. შევდე სვიტერი და გამოვიღე წინდა. მეთქი ეს აი ასე დაპატარავდა. აი ამ ხელა XXL ზომა, აი ამ ხელა გამოვიღეთო. მე ხლა ბოლო პერიოდში რაღაცები განვაახლე გარდერობი, რაღაცა შევცვალეს. უკვე შეშინებული უყურებ შენი თქმისას. უნდა გავრეცხო, რა უნდა ვქნა და უკვე გავიჩნდი ტიპი, რომ ცელოფნები ვეძრობი და სამაში რა ქვია, გიმწვენდაში მე ჩაწერილი ტელეფონში რო ერთკვირაში და მიაკითხო წამოიღო. მაგარი დამღლელია რა. მაგარი დამღლელია. ძალიან ბევრი ირჩევს პოლიესტერს, ნარევთან, ანუ შალთან, ესე იგივე ბამბასთან. მოსავლელად ადვილი თემაა. ხო, არ არის კიდე ძალიან მალფუჭებადი. შენ რომ მასალებით მუშაობ, ეს მასალები შემოგაქვს, აქ იყიდება. ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებ. ძაფიდან დაწყებული წებოვნით, ღილით. ანუ ტექნიკური რაღაცები ყველაფერი რაღაცა სახლები გამარაგებენ და კონკრეტულად იცი ვისთან ხელშეკრულებები და ასე შემდეგ. კი, იმიტომ რომ ძალიან რთულია, მე ქსოვილს პირდაპირ არ ვყიდულობ, იმიტომ რომ მე გრამაჟს ვუკვეთავ და ქსოვილი იქსოვება
ჩემთვის. თვითონ ტექსტურა რო იყოს აგავია. სისქე, შემადგენლობა, ჩვენს მომხმარებას, მაგალითად ქართულ მომხმარებას. აი სადღაც 20% მაინც უნდა შეურიო პოლიესტერი, რომ აი ეს ვიზუალი კონდეს და არ იყოს რთულად გამოსაყენებელი, იმიტომ რომ middle segments როცა ემსახურები, ორი იმდენი საშუალება არ არის, რომ ამ ტანსაცმელს მოვლაპატრონობაში და ძიძაში დაახმაროს. მივადექით ავთო ჩვენ რუბრიკას კი თუ არა. მარტივი კითხვებია თავის მოვლასთან დაკავშირებით. მათ შორის გადავიდეთ ნელ-ნელა მაგ თემებზეც. შენ ბუნებრივია რაღაცაში გაქვს გამოცდილება, რაღაცაში არა, შეიძლება ინტუიტიურად მიპასუხო, შეიძლება გამოცდილებიდან ცოდნით, ხო? კანის დაბერების მიზეზების 70-80% ულტრაისფერი სხივები განაპირობებს. კი თუ არა? მარტო ეგ არა, 70-80% წარმოიდგინე. მგონი არა. კი. 70-80% სწორედ რომ ულტრაისფერი სხივი გვაბერებს ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გონია რომ რაღაცა კვება, სითხე, ის ასე შემდეგ და ასე შემდეგ წყალი მივიღე, ეს ვშამე, იქ რაღაცა არ მოუარე თავს თუ მოუარე, აი ამ მასშტაბით ზუსტად ზეგავლენა საფრთხეს ჩვენზე მზეზე. ეს პასუხი, იმიტომ რომ მარკეტინგულად იმდენად ბევრ ამას გვაწვდიან რა აბერებს კანს, იმიტომ რომ იყიდო იმის საწინააღმდეგო თავის დასაცავი საშუალება. აი ამ ხელა პროცენტულობა ვერ დავუშვი. ერთ რამეს გირჩევ, როგორც ექიმი, როგორც ამ სფეროში წლების მოღვაწე, დერმატოლოგი არ ვარ, ქირურგი ვარ, პლასტიკური ქირურგი ვარ, მაგრამ კანთან შეხება მაქვს. დაიცავი თავი მზისგან, კარგი ხარისხის UV დამცავით და შენი დაბერების პროცესები აი ამდენი პროცენტით არა, მაგრამ კვეთრად შემცირდება. ზამთარ ზაფხულის პერიოდში ეს არის მნიშვნელოვანი როგორც კანის სტრუქტურისთვის, ასევე ცუდი რაღაცების განვითარების პროფილაქტიკისათვის. მადლობა. კოლაგენს და ელასტინს აცლის ეს მზე, ეს აცლის ახურებს, ეს მაღალი ტემპერატურა, UV ახურებს და კი არა აცლის, იქ ცოტა სხვა მექანიზმებია, მაგრამ ნუ მაგას ურტყამს პირდაპირ. მეორე კითხვა, მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში არსებობს შავის სია მოდელების, რომლებიც ჭარბად იყენებენ ფილერებს. პასუხი: კი თუ არა? კი, არსებობს. რა თქმა უნდა, მაგალითად, წამყვანი მოდის სახლები, შანელი, დიორი უპირატესობას ანიჭებენ სახის ბუნებრივ სტრუქტურას, ზედმეტი ჩარევები ცვლის იერს და ფოტოზე და ვიდეოზე არაპროპორციულ ხდის და იქ ჩანს ეს მკვეთრად. კი, თქვენ ეს ახსენეთ, სწორად რომ, ამიტომ შეიძლება ესეთ ვიზუალურ კონტაქტში შენ ეს არ აღიქვა, მაგრამ ფიქსირებული კადრის ან დაზუმებული კადრისას ეს მკვეთრად ჩანს, რაც მე როგორც მაყურებელს მართლა შემექმნიდა დისკომფორტს, როცა მოდასვადევნებ თვალს, ხო? არ არის ეს მისასალმებელი. კი, სწორია ეგრე პასუხი. ზედმეტად ვიწრო ჯინსების რეგულარული ტარება ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. კი, პასუხი არის კი, როდესაც არის ეს სკინი რაღაცა ტანისამოსი, რომლის არ ვიცი გარეზინებული. რომელიც უჭერს, ხო? ბუნებრივია ქვედა კიდურებზე განსაკუთრებით ლიმფოვენური სისხლმომარაგება ისეა, რომ უფრო მამაკაცზე მოქმედებს. ნუ ორივეზე რეალურად გააჩნია ინტატარების ინტენსივობას, ხო? ლიმფოვენური სისხლმომარაგების უკუსვლა და მომარაგება ეს მნიშვნელოვანია, ამიტომ მოჭერილი, ყველაფერი მოჭერილი, საერთოდ ცხოვრებაში აფერ უნდა გიჭერდეს, ხო? ჯობია თავისუფლად იყო ყველაფერში, ხო? აი, გავიხსნი ღილს. კარგი. ძილის ნაკლებობა არის თუ არა პირდაპირ კავშირში სახის დანაოჭების პროცესებთან? მე მგონი ზოგადად ანადგურებს უწილობა ძალიან ბევრ ამას. რა თქმა უნდა, ძილის დროს ორგანიზმი გამომუშავებს ზრდის ჰორმონს. ეს ზრდის ჰორმონი არის ზუსტად ის ჰორმონი, რომელიც კონკრეტულად კანის გამოახალგაზრდებელ, ასე თქვა, თვისებებს ატარებს და როცა არ გძინავს, კორტიზოლის დონე მატულობს. კორტიზოლი ეს არის უხასიათობის ნეგატიური ემოციების გამომხატველი, ასე თქვა, გამოხატვისას დაგროვილი ჰორმონი, რომელიც საკმაოდ ცუდად მოქმედებს ჩვენს ყველაფერს. მაქვს გამოცდილება განსაკუთრებით, როცა დროის სხვაობებია დიდი ქვეყნებს შორის და აი ეგრეთ წოდებული ჯეტლეგი, როცა მერევა ძირის სისტემა აბსოლუტური უუნაროა. მოშლილი ხარ, რომ არაფერი არ შემიძლია. ეგ არის. ამხელა ფაქტორებია, ჩვენ ამხელა სამყაროში მუშაობთ, ცხოვრობთ და მუშაობთ, რომ საერთოდ ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს რამდენ რამეზე. არსებობს ფსიქოლოგიური ტერმინი Snapchat dysmorphia, რომელიც მოდის სტანდარტებს უკავშირდება და დიზაინერები მას ებრძვიან. ანუ, როდესაც ჩვენ გვინდა სხვადასხვა ჩარევებით დავემსგავსოთ ჩვენსავე ფილტრ დადებულ ფოტოს. ანუ მე ვიყენებ ფილტრებს
მომწონსი გადარეული ვარ ჩემი თავი ჩემთან პრაქტიკაში მოდიან გოგოები ავთო მოაქვს სურათები ტუჩების ყრიმალების თვალების რავი სხვადასხვა თავისივე თავის თითქოს ესე შეხედავ და გეუბნება რომ აი ეს მომწონს ეს მინდა სიურრეალიზმია ის რეალიზმი არა სიურრეალიზმია რამდენად ეს მოდის ინდუსტრიაში არის ეს თემა არის თუ არ არის პრობლემა იცი რა ეგ ზოგადი პრობლემაა მე მგონი საკუთარი თავის აღქმის მათ შორის მოდის ინდუსტრიაში ანუ ეს ხო ტყუილია ძალიან დიდი და ფაქტიურად ეს ტყუილი ისე მოგწონს რომ მე რეალობას აღარ აღიარებ და ეს რეალობა თუდად გითხამს ხო მოდის ფერო ამის წინააღმდეგია რა თქმა უნდა კი დღეში 3 ლიტრ წყალზე მეტის დალევა სახის ქსოვილების და ზოგადად ქსოვილების დატენიანების გარანტიაა აი მე გარ ვიცი, მაგრამ თუ დიდხანს მოხვდი საცობში, ყველაფერს ატენიანებს. არა მარტო სახეს. პასუხი არის არა. იმიტომ რომ წყალი კარგია, მაგრამ დატენიანების ესე კონკრეტული ფუნქცია მაგას არა აქვს. რაც ჩვენ რაც უნდა ვსვათ, არ გვიშველეს ეგა. სწორი პოზა, ანუ დგომა, ვიზუალურად 3-დან 5 კილოგრამამდე დაგვაკლებინებს. კი, აბა გაიმართ და შეწია? კი, რა თქმა უნდა კი. იქვე არის ტანსაცმლის ფერიც რა და თუ ეკრანთან მუშაობ, ხო საერთოდ +5 კილო ისედაც გაქვს. კი, მინიმუმ და ნუ იქ მე ძალიან უნდა იწვალო რომ კარგად მოიქო ფერი მალავს ხო რეალურად კი თუ ეს ძალიან თბილი ფერი არ არის აი მაგალითად აი ბორდო წვარი ანუ უფრო იმაში შავი მუქი ლურჯი მუქი ნაცრისფერი იდეალურად გახტომის პროცესში წამწყლოვან კარგი ძალიან კარგი მადლობა დიდი გავაგრძელოთ მაყურებელს შევახსენოთ რომ პოდკასტის სპონსორია აჰავა მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახისა და სხეულის და თმის ბოვლის საშუალებები ისრაელიდან აჰავა საკუთარ პროდუქციას საუზობთ როგორც ქალბატონებს ასევე მამაკაცებს სწორედ მამაკაცებზე გავაგრძელებთ ახლა ავტომენტაშენ საუბარს როგორ განვითარდა მამაკაცების მოდა საქართველოში ბოლო წლებში გახდნენ თუ არა კაცები უფრო გაბედულები იცი რა არის თუ მაგალითად 10-15 წლის წინ მე კოსმეტოლოგიურ ჩარევებზე არ ვსაუბრობ ხელის გაკეთებაზე და ფეხის გაკეთებაზე ან სახლში პატიჟებდი სპეციალისტს რომ არავის არ ენახე ან ძილით ძალიან ადრე ან გვიან მიდიოდი ეგ დრო დამთავრდა ანუ დღეს ძალიან ჩვეულებრივად მოდაშია თავის მოვლა ბევრი მამაკაცი უვლის თავს ზოგს მეტობაში აქ აი მე მაგალითად როცა მე მქონდა ეგეთი გარდატეხის ასაკი 40 წელი როცა აი ეგრეთ წოდებულ კრიზისულ ასაკს ეძახიან ვერ გავაიგივე ჩემი თავი ასაკთან ანუ შენი ახალგაზრდობაში იყავი და ასაკი გემატება შენ ჯერ აღიქვამ თავს ახალგაზრდას ხო ანუ თითქოს ვიზუალში არაფერი არ შეიცვალა და დამეწყო აი მოვიგონე რომ უკვე ასაკში ვარ და დავიწყე კოსმეტოლოგებთან სიარული. სადღაც იმ დონემდე მივედი, თან ძალიან ბევრი მაგალითი იყო. ყველა სერიოზული და ცნობილი მსახიობი ჰოლივუდიდან. ხან, ნუ ეხა მიკი რურკის მაგალითს არ განვიხილავ, იმიტომ რომ ის სხვა უკიდურესა, მაგრამ აი იგივე ეს დევიდ ბეკჰემი, ბრედ პიტი, ტომ კრუზი და ეს ეთყობოდათ რა. ეხა ყველაფერი გამოიღო მე მგონი რამე თუ კი გააჩნდათ, მაგრამ ამისი პროპაგანდა მაშინ მამაკაცებშიც იყო. მაგალითად. ძალიან. იმიტომ რომ ზოგადი პიარი წავიდა ამ სეგმენტის ათვისების, ხო? ეს ხო გაყიდვების სექტორი მარკეტინგი იყო და დააწყებინებს მამაკაცებს თავის მოვლა. უпростоრეთ გააბედინეს ეს სურვილის გარეშე არაზროს არ ხდება, ხო? მე ეგ პერიოდი გადავლახე, როცა დავიწყე ძალიან სერიოზული ვარჯიში. ალბათ მე რაღაცა ტიპის პლუსი დავუწერე იმ ჩემ კომპლექსებს და მოვამთავრა ესეთი ინტენსიური სიარული კოსმეტოლოგიურ ცენტრებში. სხვა მიმართულებაში. შემდეგ კიდე ძალიან გამიმართლა და უკვე ის ადამიანი ვიპოვე, ვინც სწორად მომიდგა და უბრალოდ პროფაილოს ვიკეთებ წელიწადში 2 ჯერ ყელზე და სახეზე. მე არ და მოვლის საშუალებისთვის საკმარისია. ხო, ბოტოქს და ასე შემდეგ, თუმცა მაშინ ვიყენებდი და რომ მივხვდი უკვე ფოტოებში, რომ
რაც ხავიყავი, ანუ აი ვერც დავარქვი სახელი. აი და მე მოვიგონე რომ მე ვიყავი რაცხა. იმ პერიოდში? ხო. ანუ ეხა რო ხედავ მაგას? ხო, აი 40 წელს ესე არა, აი 42-დან 53 წლის ფოტოებს რო ვუყურებდი, აი ნუ ვერ ოკეი, გევიგე. გადამალე ეგ ფოტოები. ხო, ვერ გევიგე. შენახული. ოპელი ვერ გევიგე, აი. შენ მოგზაურობ ბევრს და ხედავ, ხო, მამაკაცებმა დაიწყეს გამოყენება და მეც გეთანხმები მაგაში ბევრი პროცედურის გაკეთება თავისთვის მოვლის თვალსაზრისით. ხა მე ჩემი პროფესია მიყვარს იგიჟემდე და კაცია თუ ქალია, ყველას ვემსახურები სიხარულით, დიდი სიხარულით. ერთი ტენდენცია შემიძლია გაგიზიარო, რომ ოჯახები, ანუ ცოლ-ქმარი მოდის უკვე ხშირად, ანუ წყვილები მოდიან ჩვენთან, როდესაც რავი ერთმანეთის გვერდში დგომით, ახალისებით, მხარდაჭერით თუ რა ვიცი, შთაგონებით მეუღლეს კაცს ურჩევს ქალი, კაცი გულშემატკივრობს მეუღლეს, ქალს მოყავს თავის მეუღლე, ეუბნება რომ აი ცოტა დაღარიან და აი ჩემი ძალიან და იმდენად სასიამოვნოა, აი ეს ჩემთვის საქმის დონეზე, რომ ერთი რომ ემსახურები და მიხარია, მეორე რომ ადამიანები ერთმანეთზე რო ზრუნავენ და კაცია თუ ქალია თავის თავზე ზრუნავს ჯანსაღ ფარგლებში, ჩვენ თან ხდებით შენთან ერთად მით უმეტეს რომ ჯანსაღი ფარგლები აპრიორში მნიშვნელოვანია ნებისმიერ სფეროში. რა თქმა უნდა, მე არ მიყვარს ადამიანის მოცემულობას, რომ ცდება ვიზუალი. ანუ ჩემი თვალისთვის ეს ზედმეტია, მაგრამ გააჩნია იმ ადამიანს, აი ამ პროცედურების შემდეგ რა შედეგი აქვს თავის თავთან, თავის ფსიქიკასთან, რაში რეალისტა. თუმცა გადამეტებული ალბათ არც ისე კარგი ვიზუალით. რა თქმა უნდა. შენ გაქვს შეხება ეხა იგივე მოდელ მამაკაცებთან, ხო? ისინი თუ აკიკეთებენ რაღაცებს, ხო? ულიან უფრო მეტად თავს. რამე შეიცვალა, აი შენი გვერდიდან. ძალიან აქტიური გახდა და მინდა და სხვათა შორის მეკითხა შენთვის, რამდენად რეალურია ეს სახის ფიტნეს ვარჯიშები. იცი რა, პასუხი მაგაზე ესეთი მტკიცებით ფორმაში არ არსებობს. იმიტომ რომ ზოგადად მტკიცებითი მედიცინა აღიარებს იმას, რაც დაყრდნობილია მრავლობითი კვლევების შედეგად დადასტურებულ ფაქტებზე და ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ესა თუ ის წამალია, ეს თუ პროცედურა თუ ვარჯიში მუშაობს თუ არ მუშაობს. მაგრამ მეორე მხრივ ნახეთ, როდესაც სახის მასაჟები კეთდება, ბუკალური მასაჟი, ლიმფოდრენაჟის მასაჟი, აპარატურული მასაჟი, ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი სახის სისხლმომარაგების გაუმჯობესებას, მარტივად რომ ავხსნათ. შეგუბებითი პროცესების მოხსნას, ანუ ლიმფოდრენაჟის გაუმჯობესებას და ეს პროცესები ცალსახად თავისთავად დადებითად აისახება კანის, კანქვეშა სტრუქტურების, ცხიმოვანი ქსოვილის, ნივთიერებათა ცვლის ადგილობრივად დადებით მხარეებზე. აი ეს ყველაფერი კი აისახება ბუნებრივია ჩვენ ჯანსაღ. თუმცა რა თქმა უნდა ეს ის შედეგს ვერ დადებს, რასაც პლასტიკური ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ იმისათვის რომ მაგალითად ადამიანმა თქვენ, მე, ნებისმიერმა ავირჩიოთ სპეციალისტი, ვინც მანუალისტია ამ სფეროში გამოცდილია და კარგად იცის როგორ ამუშავოს ჩვენი სახე, ეს იქნება ძალიან დიდი სიამოვნებაც და კარგი დადებითი მხარე. ნებისმიერ სხეულის მასაჟი ჩვენ კუნთოვან მასას არ გაგვიზრდის, მაგრამ ლიმფოდრენაჟის ხარჯზე გაგვაუმჯობესებს. იმიტომ მე მაგალითად რაღაც პერიოდი ძალიან გატაცებული ვიყავი და ეხა ჩავსვი გრაფიკში, როცა ვარჯიშობ სხეულზე, აი ვაყოლებ, აი ყელის მიმართულებას, ყბის მიმართულებას და მე თვითონ ვატყობ 1 წლის განმავლობაში რადიკალურად ეს ის იდეალური ვთქვათ ოვალი არ არის. ვარჯიშებით ამას მიაღწევდი. მაგრამ ჩემი ასაკისთვის, ჩემი მოცემულობისთვის ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე თვლი რომ ამ პერიოდისთვის იდეალურია. თუ ჩავერევი ცოტას და აუცილებლად დავტესტავ, შენთან მოვალ შეიძლება გამიტაცოს რაღაც მომენტში და მომეწონოს ეს, ხო, უფრო იდეალური ვერსია ვთქვათ ამ მოვალის. თუმცა დღევანდელი მოცემულობით აი ეს ვიზუალი დღესდღეობით მაკმაყოფილებს. შენი ჯანმრთელობის და შენაჩუნების პირადი ფორმულა რა არის? მაინც ეხლა წერან წავიწყებდით ჩაწერას, მითხარი რომ გარკვეული ვარჯიშები შეცვალე, თქვათ უფრო ძალოვანიდან და სიმძიმეებიდან გადახვედი უფრო რაღაცა გამოშრობით მიმართულებებზე. მოდი ორი სიტყვით გითხარი, პოპულარული ადამიანი ხარ, პოპულარულ ადამიანები ბაძავენ. ჩვეულებრივი ამბავია, როგორც მე მომწონებია ჰოლივუდის მსახიობი და მithქვამს რომ კაცო ეს რა კაი ფორმაშია და მეც იქნებ რაღაც საიგეთ
ფორმაში. იგივე თემაა, ხო, რაღაც სიტყვაზე. როგორ უვლი ავთო შენ თავს? რა არის შენი რუტინა? იმიტომ რომ შრომა ბევრი გიწევს, ხო, მოგზაურობა გიწევს, ფრენა გიწევს, პასუხისმგებლობა გააქვს. მოწესრიგებული ტიპი ხარ, რასაც ამბობ და დისციპლინა შენთვის მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს ჭირდება მხარდაჭერა, ფიზიკური და სულიერი. რა არის შენი ფორმულა მოვლის თავის? დილის რუტინა რა გააქვს, ვარჯიში რა გააქვს? აუცილებლად რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, ან მეზარებოდეს, აუცილებლად ვიწყებ ვარჯიშს. ეს ხდება. რომელსაც იღვიძებ დავიწყოთ ასე. მე ვიღვიძებ სადღაც 6-ზე, ვადროვებ ჩემს თავს, მაგარია. სადღაც 7-ის ნახევარზე, 7-ზე ვიწყებ ვარჯიშს, მანამდე აი მიყვარს ბოდიალი. ჩემთან არანაირი ტელეფონი, აი არაფერი არც დილის ტელევიზორი. ყავა და პაპიროსი? ჯერ წყალი, შემდეგ ყავა და პაპიროსი. ამ ვიცი რომ ეს ძალიან მავნებელია, ერთად განსაკუთრებით დილით. ამაზე უარს ვერ ვამბობ, იმიტომ რომ იმდანაც მოწესრიგებული ვარ ბევრ რამეში, რომ აი სადღაც რო ვარღვევ მომწონს. ოკეი. მიღებული. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამაზე უარს არ ვეუბნები ჩემ თავს. შემდეგ ინტენსიური ვარჯიში, ვარჯიშის მერე აუცილებლად 10-15 წუთი წამოვწვევები და სად ვარ სახში ვარჯიშობ ყველაფერს? სახში ვარჯიშობ. ყველაზე იდეალური ვერსია, მე ყოველთვის დავდიოდი ფიტნეს ცენტრებში, ყოველთვის მყავდა ტრენერი, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ეს ყველაფერი დამახსოვრებულია გონებას იყენებ ამას. და დროის ეკონომია. დღეს აი პარკირება, რა გაქვს სახში მაგალითად, სამბენი ბილიკი, ანუ ნებისმიერი ტიპის ავარჯიშო რა. ოკეი. კიდე წავედით წინ, ყვება. ყველამ უნდა მოусმინოს, რა თქმა უნდა, თავის ორგანიზმს, ჩაიტაროს კვლევა, მაგრამ მე გამიმართლა და რაც ძალიან მიყვარს, ის არ მასუქებს და მაკვდება. მე გიცილებ. ხორცი, თევზი, კვერცხს დიდად ვერ, მაგრამ პერიოდულად მაინც საჭიროა. კი, კარგი პროტეინია. ნუ არანაირი რძის პროდუქტი, მათ შორის არც ყველი, იმიტომ რომ ძალიან ლაქტოზის ამბავში. ძალიან მაზიანებს. და დიდად ეხლა რო გითხრა რომ ფოთლებზე გადარეული ვარ თქო მოვიტყუები, მაგრამ ვაყოლებ. კუკინგ შენ თვითონ გიყვარს კეთება? ძალიან. აი ხორცი სტეიკის გაკეთება შეგიძლია სახში. ნუ ეხლა რთულ სქემაში. ხათუნა ერთვება ამ პროცესებში? თუ მაინც აუთ მარკეტზე მუშაობთ, ანუ ვიყიდებ ჭამე რესტორანში წავედი, ჯანსაღი საკვები, როგორ აი რა ძალიან მიყვარს სახში დამზადებული კვება. კვება, ამისთვის არსებობს ადამიანის სპეციალობა. გეხმარებათ ამ ყველაფერში და ერთად ამ ყველაფერს გადიხართ. ძალიან კარგი. რა არის თქვენთვის ნომერ პირველი ენერგიის წყარო ავთო? აი რითი რა გაინსპირირებს მარტივად რო თქვათ, ან რა გაძლიერებს? ეხლა სასმელზე არა ლაპარაკი და ვიტამინზე, ხო? აი რა არის? მოტივირება საკუთარი თავის და ეს ისეთი სასაცილოა. საშილად გამოიყურები, ხო იცი, აი აღაცა აი ცხოვრება რო არ გინდა და დილით დასწებული ხარ და რო ყველაზე მაგარი ტიპი ხარ და ანუ რა სელფ მოტივაცია გააქვს რა კიდე. ო შე რა ხარ? საკუთარ თავს უთხრა. აი ვიწყებ, ამიტომ ოღონდ ამას მოვყავარ. ის კი არა მოტივაცია კი არა გამომდის ხო? ხადაობა მე ჩემ დაუნებურად ძალიან მეცინება და მე უკვე უცებ ვატყობ რა ყავის დასალევად უკვე რა გამოდიოდი. ანუ აი ესე რომ საღოლ შენ მოახერხე რა, ანუ ძალიან რა ვიცი დავამუყამე ეს სქემა პირდაპირ მიმართულებით, არა მე იქიდან არ გამოვდივარო შენ ხარ. ო მესმის რა ესე. მაგრამ ძალიან ბევრს ვიცინი ამ თემაზე. ჩაკეთვა. ეგ ყველაზე მაგარი საკუთარ თავს უნდა ელაპარაკო ხადახად ხმამაღლა. ეს უნდა გესმოდეს რა, სახელითაც უნდა მიმართო ხანდახან. ფსიქოლოგიაში მოსულა ეგა და მუშაობს ეგ ინსტრუმენტები. ყველაფერი ზოგადად ჩემის გამოცდილებით, რაც დამიგროვდა ცხოვრებაში, ზოგ ჩემზე ბევრად მეტი აქვს, ზოგ ჩემზე ნაკლები, მე ჩემი გამოცდილება მაქვს, ხო? საკუთარი. ყველაფერი მეხმარება, რაც გავიარე, რა, self motivation არის ძალიან მაგარი და მეც მქონია ეგა. მირთვი. აია. წყალი არ გვაწყენს, ბევრი შეგვიძლია დავლიოთ. კარგი, ამბობენ ხშირად რომ სტილი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შინაგანი სილამაზე ან სილამაზე, სტილი და სილამაზე. მე ვფიქრობ, აქვე გიპასუხებ რომ ადამიანის შინაგანი სამყარო ხარიზმა ახსენეთ ეხლა შენ არის თავარი და ამაზე თუ შენ სტილსაც მოირგებ, ნუ ეხლა თქვა კარგია. მე ვფიქრობ რომ ორგანული უნდა იყოს შენი შინაგანი მდგომარეობა, სტატუსი და ცხოვრების ხარისხი. ანუ ტყუილი
ძალიან მოკლებადიანია რა, რაც არ უნდა გადმოიღო და ერთ-ერთი ის ტრენდი ჩაიცვა, რასაც თქვათ დღეს გვაწვდია, რა ფერთან, რა სილუეტი რა. თუ ეს შენთვის ორგანულია, ძალიან მოკლებადიანი ტყუილია. იმიტომ რომ არ აღიქმები ამ ვიზუალთან რა, ამ სტაილინგთან. გოიმობა ბოლო-ბოლო რა რაღაცას რო ირგებ და იმითი გონია რომ საკუთარ თავს შეცვლი რაღაცა უკეთესობისკენ რა ჩემთვის მაგალითად გარედან დიდი ბრენდირება არ არის კარგი ტონი თუმცა მე ვფიქრობ როცა აი შენ ერევი შენი გადმოსახედიდან და აფასებს სხვა ადამიანებს გონია რომ ეს უკვე არასწორია იმიტომ რომ რა ხასიათის ადამიანიც ხარ როგორც გისწორდება და რის საშუალებაც გაქვს ალბათ დღეს უფრო ჯანმრთელი იყო ეს უფრო პრიორიტეტია ვიდრე აი თქვა სან-ლორანის პერანგი გეცოს ხო თუმცა იმ ტიპის შეიძლება იყიდო დაბალ ბიუჯეტიანი პერანგი რასაც იდეალურად ახერხებს მას მარკეტი და იმის ქვემოთ კიდე და ქვემოთზე ქვემოთ და გაქვს შენი სან-ლორანი თუ ეს გიხდება რა და ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად არის that's good საერთო ჯამში ეს კარგია ეს ყველაფერი კარგია, როცა ადამიანი უკვე ამის მსხვერპლია. და აღარ არის ეგეთი აქცენტირებული, ხო იყო რომ აი ვიზუალით იღებენ თუ ჩაცმულობით და მე აცილებენ ჭკუით, ხო. ეხა აი რამდენად ორგანული ხარ და რამდენად საინტერესო ხარ. ეგ დადგა, კი. რეალისტური. წეგან ამბობდი, შენ და არ შემიძლია არ დაგეთახო, ხო, საკუთარ თავზე ამას ვერ იტყვი, მაგრამ მე მაქუფრება რომ გითხრა, რომ შენ როგორც ავთანდილი, მოდის სახლის შეფი და წარმომადგენელი და როგორც ავთო ადამიანი ქართველი ამ ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილი გამოირჩევი ზუსტად მაგ ინდივიდუალობით, შენობით და თავისუფლებით, რაც ყოველთვის ხონდა და ყოველთვის ყვებოდი, აზიარებდი შენ ემოციას გულით და ნატურალურად და მაგიტომაც ხარ პოპულარული ადამიანი, ამდენი წელია და ეხლაც და პოზიტივით ხალხი, ვისაც უნდა კითხო შენზე, დედას გეფიცები, აბსოლუტურად გულახდილი ვარ, ხო, მეც იგივე, ხო? სრულიად პოზიტიურად ვარ განწყობილი შენ და მიყოლობთ, როცა კი გიყურებდით სცენიდან, თუ სატელევიზიო ეკრანებიდან, თუ შენი ნებისმიერი იუმორით შეჯერებული და გაჯერებული ბავშვობის ისტორიების მოყოლი, ხო? დარჩენილი მაქვს თავში ეს. არ მითამაშია, მე ვერ ვთამაშობ. ეგ არის მუღამი. არ მომიგონია ეს პერსონა ავთანდილი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ეს იმდანაც მოკლებადიანი იქნებოდა, რომ ძალიან დიდ და ცუდ შედეგებს მივიღებდი. ოკეი, მადლობა. სილამაზე რომელია, რომელიც უძლებს დროს? როგორია ეგ სილამაზე? როგორიც ცვლადია რა, აი თუ რაღაც აიკონიკი იყო მერლინ მონრო. და დღეს სოფია ლორენი. დღეს ფლატახალი თაობიდან არ ვიცი, მე სადღაც სადგავჩერდი, იცი, ანჯელინა ჯოლი, მონიკა ბელუჩისი. აი, მანთაც ორი სხვადასხვა თემაა, მაგრამ ნუ აი ფანი ვიყავი ყოველთვის ლინდა ევანგელისტასი. ნუ ეგ სილამაზის რაღაც ფორმულას ავიღავი, ხო? მაგრამ მე თვითონ მივხვდი, რომ აი ტიპაჟურად სოფია ლორენი, პენელოპა კრუზი, ლინდა ევანგელისტა, აი ეს ტიპაჟები, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ანუ აი ხარიზმატური, აი რაღაც აი უფრო ეფექტურია, ვიდრე ვთქვათ აი მერლინ მონროს ტიპაჟი, თოჯინური. პირველმა სახებმა უფრო გაუძლო დროს, ესე გამოვიდა რა. უფრო კლასიკური სილამაზე ამ ხაზით უფრო შენარჩუნებულია. და მაგ აი ძალიან უხდება კიდე წლები და ასაკი. მაგ ვიზუალს. ღვინოსავით ის შვება, ხო? ნანი ბრეგვაძე. ო, კი, რა თქმა უნდა. რაც ემატება წლები უფრო და უფრო. აი, იმიტომ რომ ეს ხარიზმატული სახეები და აი ნაკვთები და ცოტა მეტყველი, ნუ ეგ უფრო მუშაობს ჩემ შემთხვევაში. არავის ჩემს აზრს თავს არ ვახო კიდევ ერთხელ. კარგი, შენთან რუბრიკაში ამ იმაში რა თქმა უნდა, ეპიზოდში უფრო სწორედ პირველად შენთან გვაქვს ეგეთი ბარათები. ბევრი არაფერი არა, 5 წუთს აგართვენ სულ. მაყურებელთან ერთად გავერთოთ, შენთან ერთად გავერთოთ. აქ არის რამოდენიმე კითხვა, სპონტანური კითხვებია და აიღე და თუ იცი პასუხი, აბა თან წაგვიკითხე ერთი კითხვაში რა წერია. ჩემ ვისაკუთვნი სიტყვები ჩემს სახელზე მეტი ნაკერია, ვიდრე ჩემს ახალ კოლექციაზე. ძალიან ცნობილი დიზაინერი. რობერტო კავალი. კარლ ლაგერფელდი. ლაგერფელდი? კი. რა ქონდა ლაგერფელდს გაკეთებული? აი, უკვე მე აღარ ვიცით. თურმე ეგეთი ამბავი ყოფილა. აი, სიახლე. არა და ვიზუალში რობერტო კავალი იყო ეგეთი ძალიან გადაკეთებული. სინთეტიური. წავიდა შემდეგი, აბა.
ვინ იყო დიზაინერი, რომელიც თავის მოდელებს ჩვენების წინ სახის კანის სპეციალური ლენტებით უჭიმავდა. უჭიმავდა. მეიზა მარჯელა თუ ჯონ გალიანო. მოდი გალიანოს ვიტყვი. მაკვინი. მაკვინი. ალექსანდრე მაკვინი. კი. ანუ face taping-ს აკეთებდა თურმე ისა და გამოსვლის წინ ზოგიერთ მოდელს, როცა ჭირდებოდა კონკრეტული რაღაც დეტალის გამოხატვა, ბოდიში მაყურებელთან სკოჩავდა სახეს, რომ აეჭიმა გარკვეული ნაკვთები. ხედავ რა კაი რაღაცები გავაძრეთ, დავაი შემდეგი ნახე, აბა არ ვიცი ვერ ხედავ მე. რა კავშირშია ბელა ჰადიდის და კანტოპექსიას შორის. კანტოპექსია არის ეს. აი ამ ოპერაციას ქვია კანტოპექსია. რა ვიცი პირდაპირი არა? ფოქსიაის მელის თვალები სამეცნიერო ენაზე ეს არის ანუ კანტოპექსია ქვია ამ ოპერაციას და სწორედ ბელა ჰადიდმა გახადა. აქვე ჩაგეკითხებით, რომ სოფლიო მასშტაბით ეს ძალიან გავრცელებული ინფორმაცია და ქართულ რეალობაში მაინტერესებს. ბევრი მოდის ბელას ფოტოთი. კი, მოდის, არც მოსვლას არ უნდა. კონკრეტულად რა ხდება ამ კი, დროს? აგიხსნა? კი, რა ხდება? არის ამისი დრო? კი, როგორ არის დრო. ესე იგი, ამ დროს რა ხდება? საკმარისია მე დროს აღარ წაგაცვეთ. ამ დროს რა ხდება? ანუ, როდესაც არის აი ამ ადგილს ქვია ეპიკანტუსი. აი ამ ადგილს, რა. ეს არის მყესოვანი სტრუქტურა, რომელიც კანქვეშ, ასე ვთქვათ, ფიქსირდება ძვალთან. ქუთუთოების წამწამოვანი კიდის მყესოვანი სტრუქტურა, აი ეგ შიგნით არის დაფიქსირებული ესეთი პატარა მყესით. კანტოპექსია გულისხმობს იმას, რომ ქირურგიული გზით აი ეს ადგილი ააშრევო ქსოვილს და გადაიტანო ზევით. ანუ აი ეს გააკეთო. აი ეს. ანუ ეს არ ხდება აი ამით. არა, ამით ჭეშმარიტი კანტოპექსია ვერ მიიღწევა. ამიტომ ეს არის ბროულიფტი, ეგრეთ წოდებული, ამ ენდოსკოპიით შეიძლება გაკეთდეს, სხვადასხვა ტექნოლოგიებია, როდესაც აი ამას აკეთებ და წარბის გარეთ აკიდეს, გარეთ და ზევით აწევ, ამას ქვია ბროულიფტი. ენდოსკოპიკური ტექნოლოგიით ამის შეიძლება გაკეთება და კანტოპექსია არის კონკრეტულად თვალის გარეთ აკიდის ტრანსპოზიცია. როცა ჩვენ აი ამ წერტილებს გადავიყვანთ და მივიღებთ აი ესეთ ეგრეთ წოდებულ Foxy Eyes. მარტო ამით ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება მიაღწიო. თუ კი თვალის ანატომია ხელს უწყობს. თუ არა, მაშინ აუცილებელია ამ პატარა ოპერაციის ჩარევის გაკეთება, რაც საკმაოდ ტექნიკურად არ არის მარტივი და თუ კომპეტენტური ქირურგი ასრულებს, მაგარი ეფექტურიც არის. შეხო ძალიან გრძელი ვადით ხარ ამ 30 სფეროში წელი და პროფესიონალი. რამდენად ხშირად იცვლება ფოტოები მსახიობების? აი რაღაც პერიოდი ანჯელინა ჯოლი იყო პიკში, მე როგორც ვიცი, თავისი ყბებით. მომართვიანობასთან მიმართებაში ამბობ, ანუ ვის რამ ტრენდი მოაქვს. საქართველოში ცოტა უცნაურად არის, იცი? აქ რატომღაც უფრო ჩამოყალიბდა ერთმანეთის მიმბაძველობა ვიდრე ვარსკვლავებზე ორიენტირება რა. რაღაცეები იყო იქ ანჯელინა ჯოლი მაგალითად ძუძუზე ოპერაცია რო გაიკეთა, იქ რაღაცა პრობლემა ჰქონდა. აქ ატყდა ეგ ამბავი რომ ჯოლის ოპერაცია უნდა გავიკეთო, რომ აი მე იქ რამე არ მქონდეს, ის ამოვიჭრა იმპლანტი ჩავიდგა. ეგ ერთი თემა იყო. ლიპოსაქციების თემა ვიღაცის ამხედურობით მოხდა სადღაც რაღაცა, მაგრამ ძირითადში ერთი მეორს ხაზი და ნაკლებად დასავლურიზე გავლენა ესა რა. პირდაპირ ნაკლებად დასავლურიზე. ძალიან დიდი სეგმენტი იყო. ეხლა უყურე რა ხდება. ნახე, ავთო იტალია იყო ესეთი მსხვერპლი და ბრაზილია ამ მიმართულებებით, როცა ოვერკორექციას იკეთებდნენ რა, ზედმეტობაში მოსდიოდათ ეს რა. ნუ რუსეთს აღარ ვიტყვის, სადაც საერთოდ საგიჟეთი ხდებოდა, მაგრამ ის პერიოდი და დრო სრულად აცდენილია ჩვენ ამჟამინდელ პრობლემას, რაც ეხლა დგას ქვეყანაში. ის თუ ხდებოდა 15-20 წლის წინ რომ დიდი ტუჩი და ზედმეტობა, ჩვენთან აი ბოლო წლებია ხალხი ნენელა გამოფხიზდა, რომ ვაიმე ეს არ ვარგა, ეს ტეხავს, ეს არის რაღაცა ეხლა მეც ტოტალური გამოღება აი ამ დამატებითი ეფექტების. აი ხა მადლობა მაგარი კითხვა დასვი. მთელი მსოფლიო გადავიდა იმ ტენდენციებით, ეხლა პარიზში ვიყავით დიდ კონფერენციაზე და ყველა უსმენთ ექიმები ყოველ შემთხვევაში იქ რო ჩადიხარ, ამას უნდა უსმინო, ეგ მარტო არ უნდა ჩახვიდე, უნდა უსმინო, ხო? რას ხთავაზობს დასავლური მედიცინა, გამოცდილება, ხო? ნატურალიზმი, ინდივიდუალიზმი, ბუნებრიობა, სუპერბუნებრიობა. მათ შორის უბრალოდ ჩარევები აკეთე, იმიტომ რომ შეინარჩუნო ის ექსკლუზიური შენი თავი, როგორიც ხარ ახალგაზრდობაში, თუმცა დაბერებას უნდა მიცე თავისი საშუალება, რომ ფიზიოლოგიურად დაბერდე. ძალიან დიდი ბულინგია ასაკსა. კი, აი, აბა ვითხარი რატო? არ ვიცი, რაც უფრო
სოციალური თვალსაზრისით, სამსახურების თვალსაზრისით არ გაქვს უფლება რომ იყო ასაკოვანი. ხდები თითქოს ბულინგის მსხვერპლი და ესე მგონია რომ ეს იმდენად მასიურია, იმიტომ გაჩნდა ეს მოთხოვნილება და თითქოს დღეს ეხავს გამოიყურებოდა შენი ასაკის შესაბამისად. თუმცა ამ ასაკს საბოლოო ჯამში რაც არ უნდა გაიკეთო, ვერ იქნებ ვერ აი ნახე 50 წლის ქალი ვერასდროს ვერ გახდება 20 წლის. გამორიცხულია. რაც არ უნდა იდეალური პლასტიკა გამორიცხულია. გაუკეთო. იმიტომ რომ იმას სხვა მეტყველება აქვს უკვე, სხვა ხარიზმა აქვს, სხვა ენერგია დაგროვილი. ხარია და ნუ კანი მე მგონი ვერ დაეწევა ფიზიკურად. მე ყოველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ საოცარ საზოგადოებაში ვტრიალებ და ამის საშუალება ფაქტიურად ყველას აქვს და ვისაც კი როდესმე მსოფლიო მასშტაბით გაუკეთებია და მე ეს შემხედრე გამოიყურება ფანტასტიურად, მაგრამ ახალგაზრდულად ზუსტად იმდენი წლის არის რამდენისაც არის. აი ეგ არის ზუსტად მუღამი მთელი რა მეც ჩემ პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები და იგივეს ეუბნება დღეს დასავლური მედიცინა. მიხედეთ პირველ რიგში საკუთარ ჯანმრთელობას. ნომერ პირველი არის ჯანმრთელობა. მერე დაემატა ბოლო წლებია საბედნიეროდ სულიერი სიმშვიდე და სულიერებაზე ზრუნვა. დაემატა და ეს თემები დამეთანხმები სულ უფრო წინ და წინ მოდის, ხო? მე ხაი ტვინის შესწავლა, როცა ამხელა პროპაგანდა წავიდა, ბოლო 5 წელია ხო რაც გააქტიურდა. ამაზე არც მიფიქრია და დღეს ვაკვირდები, რომელი სქემა მუშაობს ჩემ ტვინში, რაღაცა პეცსაბჭორო ჩაირთვება ხოლმე არ კარგად. მილიონი რო გაგთავში, მილიონი კაცი რაღაცას გეუბნება, რა დილით ადგებდა პეცსაბჭოა რა და ვიღაცა დირექტორი. ხოლმე ხანდახან ვარ ხოლმე, აი ბორჩით იცახი ხოლმე. ეგოს ეჭიდავები მაგრამ. ჩაგეთვალა. ხო, ეგ არის სწორად აღნიშნე. ასაკის ვერ დამალავ, ვერანაირი ჩარევით ვერ დამალავ, არც უნდა დამალო, მაგრამ შეიძლება ჯანსაღად დღეს არის დამერწმუნე უამრავი საშუალება, რომლის გამოყენებაც როგორც ფშხილის მოვლა, კანის მოვლა, კუჭის მოვლა, ღვიძლის მოვლა, რა ვიცი, თმის და რა კბილის ხო, ჰიგიენის დაცვა, ზუსტად იგივე ჰიგიენაა, ჩემი აზრით საკუთარ სხეულზე ზრუნვა, თუნდაც მედიკამენტური კუთხით. ბოტულოტოქსინი იქნება ეს თუ ბიოსტიმულანტი იქნება, როცა სწორად არის გამოყენებული ჯანსაღად და სწორი დანიშნულებით. მაშინ ყველაფერი ძალიან მაგრაა. და გაჩნდა რა მოთხოვნილებები გაქვს რა. მე მაგალითად მთელი ცხოვრება მქონდა აი ძალიან ბევრი თმა, როგორც აქ ახლა ჩემ შვილს, აი ნუ აი ბევრი, აი და ასაკ ანუ სტრესს უფრო ვაბრალებ რა, დამეწყო თმებმა შეთხელება. ანუ მე არ გამელოტებულ ვარ, მაგრამ აი ეს სითხელეც ვერავით არ სიხშირე შემცირდა ანუ. ხო, და ანუ აი ჩავიმატე მაგა. ვაგზერით ვარ ქონდა ხო? მე სულთელი ცხოვრება ხან გადაკაჭული, ხან რა ვიცი. ნუ და ოღონდ ძალიან ერთი ტონა მედო თავზე. ანუ ვერავინ ვერ ხვდებოდა რატო ამოვიჩემე, რომ უნდა ჩამემატებინა და გავაკეთე ბოლო-ბოლო კი, ბოლო-ბოლო გავაკეთე და აი მოვისვენე. არა, ეხა მოკლედ გაქვს შეჭრილი და სიხშირე ხო, და აი ეს მინდოდა. ძალიან რომ აი აქ არ ყოფილიყო შუალედები. ამას ვერავინ ვერ ხვდებოდა. ნუ 3-4 თვე. მართლა ახალი თემა, რა, ძალიან მაგარია. გილოცავ, ეს მაგარია. ჯერ კიდე ბრძოლებშია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფანტასტიკური შედეგი. მაგარი ფინალი იყო. და მე ზოგადად მიხარია, როცა საქართველოში არსებობს შენაირი პროფესიონალები და აი ეს თითო ოროლ ადამიანი ყველა სფეროში არის და გაჩნდა, ვისაც ენდობი. ეს არის ძალიან დასაფასებელი და ამ საფასო პოლიტიკაში, რასაც თქვენ ემსახურებით, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ხელფასის დაკლების ხარჯზე. იმიტომ რომ ვიცი რომ სოფლიო მასშტაბის იმ პრეპარატურას იყენებთ, რასაც იყენებს მსოფლიო და ეს არის მხოლოდ მისასალმებელი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა სწორი შეფასებისთვის მაგ კუთხით და ჩემი, რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. მიღებული. ავთო, უღრმესი მადლობა. ვიმეგობროთ. ჩემი მეგობარი იყო ავთანდილი, ყველასთვის ცნობილი საყვარელი ადამიანი, კარგი ადამიანი, კარგი კაცი და პროფესიონალი თავის საქმის და კარგი მეოჯახე და მამა და მეუღლე. ყველაფერი საუკეთესო შენ, წარმატებები და ძალიან დიდი მადლობა პოდკასტი რეიტინგებს დაწერს. მოიწონეთ, წამოვყევით და მადლობა ავთო. გაიხარე. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის